დავბრუნდით ჩვენ საუბრობთ უკრაინას საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა დავუსვაკითხოთ, ბატონო ანი, არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ უბრალოდ არ აღიქვამენ სერიოზულად ჩვენი პარტნიორები სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აი აქაც ითქვა, რომ არენდობიან ჩვენ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემას. და ამიტომაც არ ხდება სერიოზულად აღქმა იმის, რომ ის არის ძებნილი საქართველოს პროკურატურის მიერ. კი, როგორ არა, კითხვა დაგისვით და ბატონ გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ არ იყო ადეკვატური რეაგირება, მე გეტყვით საქართველოს პარლამენტის დონეზე, ჩვენ რამდენიმე რეზოლუცია მივიღეთ. სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად მკვეთრად და მკაფიოდ იყო გამოხატული ჩვენი პოზიცია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან არ მიმაჩნია სერიოზულად, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ძებნილს არ გადმოსცემენ და დანიშნეს ძებნილი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, იმიტომ რომ არ ელაპარაკებიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში. ძალიან არასერიოზულია, ბოდიშ ვიხდით, ძალიან არასერიოზულია, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სხვაგვარად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. რაც შეიძლება და კი ბატონო, კითხავთ ახლავე, თუ არა თქვენ რომ ბოლო ყველაზე ძიმე პერიოდი ეს ვიტყვა რომ არასე იმის გამო რომ წინა ხელისუფლება არის და ამის გამო სააკაშვილი დანიშნეს. არა, იმიტომ რომ არ ელაპარაკებოდა უკაცრავად და ამაში გამოიხატა, არა, უკაცრავად. არასაკმარისი მეგობრული დამოკიდებულება იყო და მაგალითად ის რომ არ ვეკონტაქტებოდით სათანადოდ უკრაინის ხელისუფლებას, ხო? ხო, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს იმის განსაზღვრელი, რომ ძებნილი ადამიანი დანიშნო ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და მე თუ მკითხავთ, ამაში არც ტრაგედია არაფერი, ერთადერთი პრობლემა არის სააკაშვილი და ადეიშვილი, თუმცა უკმაყოფილება და ურთიერთობის გაფუჭებაზე საუბარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო მაშინაც, როდესაც კვიტაშვილის დანიშნა და ეკაზღულაძის დანიშნა მოხდა, მაშინაც იყო უკმაყოფილება და ითქვა, რომ აი ვერ წაადგება ჩვენს ქვეყნებს შორის კარგ ურთიერთობას მაინც და მაინც ეს დანიშნები. ანუ აქ არ იყო იმაზე, რა ვთქვათ, ელჩი დაებარებინა, მაგრამ არა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. იყო საუბარი. არ იყო კარგი ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ეს ითქვა ნამდვილად. გასაგებია, მაგრამ არ იყო ეს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომ ეს აუცილებლად გააფუჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. გააფუჭებს არ ყოფილა ნამდვილად ამაზე ყოველთვის. ხელისუფლების დონეზე ეს არ ყოფილა. რაც შეეხება იმას ახლა ვაპირებთ საქართველოს თქვენთვის რომ მზადდება ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში, ძალიან გამიჭირდება ზუსტით არ არის დაგისახელოთ, მაგრამ ეს ვიზიტი რომ შედგება, მე ვიცი ეს. რაც შეეხება იმას, რამდენიც ჯერათ ან არ ჯერათ. ახლა მე ვიმყოფები ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ისე რომ არაფერი არ დაუშავებია, გათიშეს და მიაყოლეს ტელეკომპანია იმედს, რომელიც მანამდე დაარბიეს. ეს ასე არ იყო. ეს არის უკაცრავად ეს არის ერთ-ერთი ბრალდება არის ეს. უკაცრავად ეს არის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბრალდება. თუ მან არ იცოდა ამის შესახებ, როგორ არბევდნენ მის მოქალაქეებს ქუჩაში, როგორ იბარებდა მე ამ შედეგებს. უკაცრავად გასაგებია. კი ბატონო, მეორე საკითხი არის ხო, იმედიც არ ვთქვი, მეორე საკითხი არის კიდევ ბადრი პატაკაშვილის ქონების მითითებასთან დაკავშირებით. რა შეიძლება ჩამოთვალოს, რომელიც არის წაყენებული ბრალი მიხეილ სააკაშვილის ამას გეკითხები. სწორედ ამას ამბობ, რომ ეს არის სერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას. შეიძლება არასერიოზულად პროკურატურა იმის ამბიცია გქონდეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება მიგაჩნია პრიორიტეტულად, მოქალაქეების უფლებების დაცვა მიგაჩნია და 21 საუკუნეში ღიად ადამიანებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლები არბევდნენ და ტელეკომპანიას ხურავდნენ. ხა მიხარია რომ უყურებენ ხო სერიოზულად ამ. არა, მე არ ვიცი როგორ უყურებენ, მაგრამ ეს არის ბრალდება. მე არ მქონია, მაგრამ ეს არის სახელმწიფო მთავრობიდან ჩავიდა უკრაინაში, ჩაიტანა ეს ესე ვთქვათ ალბომი, მათ შორის ეს ფაილები თუ რაც ქვია
და დაულაგა და აუხსნა. აი ამასთან გვაქვს საქმე. იცით? არა, მე ამის შესახებ არ ვიცი. ეს არის ბრალი, რომელიც წარმოქმნილია ოფიციალურად. ომშია და რეზოლუციები უნდა იყოს. ესე იგი ამისთვის არის იუსტიციის სამინისტრო, მინისტრები, პარლამენტის წევრები, რომ ეს კომუნიკაცია უნდა იყოს უკრაინასთან და არ არის. ბატონო, რადგან არ იცის, იმიტომ არ არის ბრალი დადასტურებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან. ამიტომ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ, რადგან ეს ფაქტია, რომ არ დაიგერეს, ხო ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები არ დაიგერეს მათ და არ ჩათვალეს პრობლემა. საქართველოს არგუმენტები დაიგერეს და არ გადაიქცეს. აი, ეს ორი ფაქტი არის, რომელიც აბა რა ხდება მაშინ ქალწონანი? მე არ გადმოგცეს მაღალ თანამდებობებზე, ნიშნავთ ფაქტია, რომ მე სხვადასხვა არ აინტერესებს. როცა ელჩი მივიდა, აი ძალიან კონკრეტული კითხვა მაქვს რა. მე ნადიკა საგეროვიდან ვარ ტურიზმი, ხო წამოშვი. როცა ელჩი პარა, ან გადაწყვეტილებას და ეუბნები რომ ეს არის მიუღებელი და აპატიმპიტაური, მეორე არის რომ კონსულტაციებს აწარმოებ, ან ელემენტარულად გადაცემ ელჩს მთელ ამ ფაილს, სადაც არის აღწერილი რომ ეს ადამიანები ვინც თქვენ გინდათ რომ დანიშნოთ, ან დანიშნეთ, წარმოადგენენ ამას და თქო ველოდებით თქვენ რეაგირებას და კონკრეტულად აი ამ ვადებში თუ შეიძლება. თქვენთვის ცნობილებს და ხო და არ მომხდარა და ეს კომუნიკაცია აუცილებელია. მე იმას კი არ ვიძახი რომ ეს არ მომხდარა და კარგი იქნებოდა რომ მომხდარიყო თქვენ თუ ამბობთ რომ რატო არის შეიძლება ეს კომუნიკაცია თუ არ შედგებოდა ძალიან რთულია ოფიციალური ესე თქვა არხებით ამაზე ესე თქვა აპელირება რომ რატო არ ქონდა რესურსი ბატონო მაშინ აქ ვიკითხავთ საქართველოს ხელისუფლებას რომ დაერწმუნებინა უკრაინის ხელისუფლება აი ესეთი თუნდაც მეგობრული თუ ხშირი კომუნიკაციით რომ არ გაეკეთებინა ალბათ არ ქონდა და ვერ გააკეთა ხო ფაქტია საერთოდ იმიტომ რეალურად ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს მთავრობებს შორის არ სახარბიელო მდგომარეობაში ეს ფაქტია რა კიდევ თავრობებს შორის მოდით ასე ვთქვათ რა პრემიერ-მინისტრებს შორის ურთიერთობა მინისტრებს შორის ურთიერთობა თავრობებს შორის ურთიერთობა კონკრეტულ პროექტებზე თანამშრომლობა ამის ყველა საფუძველი და ნიადაგი არსებობდა ამაზე ძალიან ღიად საუბრობდნენ უკრაინელები იქნებოდა ეს პოლიციის რეფორმა იუსტიციის სახლების რეფორმა თუ სხვა ელემენტარულად კიდევ ხომ რატომ გააკეთებთ ამას? ორი მგონი იმყოფებოდა ჩვენი დელეგაცია უკრაინაში. ხო და რითიც ჩამოვიდა? არა, იცით არის კომუნიკაციის პრობლემა არ არის. არ შესაძლოა არსებობს კონკრეტული საკითხი, რომ რაღაცა ვერ შედგა, რაღაცაში ვერ დაარჩა. მაგრამ მე არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის კომუნიკაციის პრობლემა და გაცივდა, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი. შესაძლოა არსებობს გარკვეული მიზეზები, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის მიზეზი, რომ უნდა მიიღოს მეგობარი ქვეყნის ხელისუფალმა გადაწყვეტილება იმ ადამიანზე, რომელზეც ასევე მეგობარ ქვეყანაში გამოცხადებული არის მიზეზი. დავსაკითხო, ბატონო ბექა, თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნებ იყო შესაძლებელი, რომ უფრო მეტად რომ ემუშავა საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი მეგობრული დამოკიდებულება გამოეჩინა უკრაინის პრობლემების დროს, გამწვავების დროს, მათ ძალიან ძიმე პერიოდი ჰქონდათ, ხომ? იქნებ ყოფილიყო შესაძლებელი, რომ მეტი ანგარიში გაეწიათ თქვენი ხელისუფლება. აქ მე უნდა გავუმიჯნოთ ორი საკითხი. ერთი არის რომ ინფორმირებულები არიან თუ არა და მეორე ურთიერთობები თავიდან უნდა გამართულიყო იმ თვალსაზრისით როგორც ვანო ამბობს თუ არა. ხო, აქედან გამომდინარე ეს სხვა საკითხია, ურთიერთობები წარიმართა თუ არა სწორად თავიდანვე, მაგრამ აქ არის კიდე მეორე საკითხი, ხო? ჯერათ თუ არ ჯერათ, მათ სააკაშვილმა თქვა, რატო არ უყვართ თქვა საქართველოში სააკაშვილი. მარტივად რომ დავარქოთ ამას თავისი სახელი, ხო? რატო არ უყვართ სააკაშვილი საქართველოში? ეს მე მგონი ძალიან ცალსახაა. ცალსახაა აბსოლუტურად უკრაინის ხელისუფლება და ნებისმიერი ხელისუფალისთვის სოფლიოში გამომდინარე იქიდან რომ არა ერთი მე ევროსაბჭოს ყველა არ ვახსენე ევროსაბჭოს რეზოლუციებიდან დაწყებული Freedom House-ის სხვადასხვა მოხსენებებიდან დამთავრებული და ასე შემდეგ fact finding მისიები ჩამოდიოდა და ასე შემდეგ აბსოლუტურად ყველა მიცოდა რაც ხდებოდა ხა პოსტსაბჭოთა სისტემა დაანგრიესო და ამიტომ იწოვენ თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი სახელმწიფო გაჩნდა და ამიტომ იწოვენ თქვა სააკაშვილს წარმატებული და ამიტომ უკრაინაში ეს ცოტა აბსურდულია გამომდინარე იქიდან თუ ეს მართლაც ერთი ფრანჩიზის პრინციპია ერთი ფრანჩიზის პრინციპთან სააკაშვილს არაფერი ხელი არ ერია ხო იქ არის კონკრეტული გვარები გასაგებია რომლებსაც ამ რეფორმის განხორციელება იქ თქვა ინტელექტუალური თვალსაზრისით შეუძლიათ ხო აქ ეხლა თუ პატრონზე ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა პატრული კი უკეთესია პატრული ამ თვალსაზრისით როგორიც არის მაგრამ რაოდენობა ნახეთ თქვენ პოლიციელების ხო რამდენი პოლიციელია ხო შესაბამისად სააკაშვილს იმის მაგივრად რომ სიღარიბე დაეძლია
საქართველოში და ამდენი გაჭირებული ადამიანი არ ყოლოდა, რომელსაც мотиваცია ექნებოდა დანაშაული ჩაიდინა შიღარების გამო, ეს რო გაეკეთებინა, უფრო უკეთესი იქნებოდა, ვიდრე შესაბამისად ციხეებში პატიმრების გაზრდა და კიდევ რა ვიცი მე, რაღაცა დრაკონული უბლებებით პოლიციის აქტივობას რატომ ნერვიულობს საქართველოს ხელისუფლება ამ დანიშნებზე, ამას კი არა, აქ არის ძალსახე საკითხი რა, აქ არის ძალსახე საკითხი. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არაფერი არ იცის თურმე საქართველოში რა ხდებოდა რა. ეს არის შენი აბსურდი. მაგრამ რაც შეეხება კომუნიკაციას და რაც შეეხება თქვა წმინდა ესეთ დიპლომატიურ სულებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ თქვენ უფრო გამოცდილება აქვს და აქედან გამომდინარე მე რა თქმა უნდა ამაზე ვერ ვისაუბრებ იმდენად კომპეტენტურად, როგორც თქვენ ისაუბრებთ, მაგრამ ეხლა ხოლმე სამწუხაროდ მომსწრება რა. რაც არ უნდა პრინციპში ეხლა ნაკლებ რაც არ უნდა თქვა ინტენსიური ყოფილიყო ან არ ყოფილიყო თქვა საქართველოს ხელისუფლებისა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობა, ეს ნაბიჯი რომ შესაბამისად ერთი ხელისუფლებისთვის ზებრილია თქვა ყოფილი პრეზიდენტი ეს არ არის რომელიღაცა პიროვნება მისი თქვა აი ხელა თანამდებობაზე წარდგენა, ეს თანამდებობა შეიძლება ოფიციალური თანამდებობა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა აქვს უკრაინაში ნამდვილად ცილის დაშმა. ალბათ მეთანხმებით იმაში, რომ მინიმუმ კარგით ნერვიულობს არ ვიტყვით, დისკომფორტს განიცდის არ განიცდის. ამასაც სწორი კომუნიკაცია ჭირდება. ამას კომენტარი გადასვა შემდეგ ზუსტად შეიძლება ნახავთ, რომ ერთადერთი ის პირად როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს მაშინ კიდევ არ გაღრმავდეს ის რთული ვითარება უკრაინაში როგორიც არის. მართლა გულწრფელად ვამბობ და ძალიან მინდა რომ ამ ქვეყანაში როგორღაც არ ვიცი, აქამდე ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობდა და ძალიან მინდა ეს ქვეყანა გამოვიდეს აქ. ერთადერთი თუ დაეხმარებიან ჩვენი ყოფილი чиновники. აი, სწორედ ამას ვამბობ, რომ მე არ ვარ განწყობილი. ძალიან მინდა რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ამის დიდი იმედი მაინც და მაინც მე არ მაქვს. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სამშობლოების არაფერი გაუკეთებია და საკუთარი სამშობლო არ აქვს. რა საკურველია და ხა როგორ შეიძლება სხვისი სამშობლოს გულშემატკივარი იყოს? მე ეს შეხედვა. ერთადერთი რაც შეეხება დისკომფორტს, რასაც თქვენ ახსნათ, უბრალოდ კითხვაზე მაქვს პასუხი, როდესაც ხელისუფლება აცხადებს საქართველოს ხელისუფლებას ძებნილად ყავს გამოცხადებული ადამიანი, მას რატომ ნიშნავს? იმიტომ რომ არ არის ინფორმაცია აქვს, არ არის ეს სერიოზული. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება ამაზე ჯობს ვისაუბროთ, მათ თავის გადაწყვეტილება პრაქტიკულად გაჩვენეს. ბატონო ხარას არაფერი, გინდას არის ნებისმიერ ადამიანს რა ვიცი, როგორც უნდა ისე ჩახელოს, მე უფრო მე რასაც ვამბობ ამის საწინააღმდეგო მოსაზრება, უფრო სტერილურ მოსაზრებად მიმაჩნია და აქედან გამომდინარე ამასაც ვერ გავიზიარებ პირდაპირ, მაგრამ სტერილური გამომდინარე იქიდან რომ რაც არის კონტექსტი, ამ კონტექსტს საერთოდ არ ვიზიარებ და კონტექსტი არის ეს, რომ ეკონომიკური რეფორმების ეს ადამიანი თუ არ მიყავ, სხვა რეფორმების, იმიტომ რომ წარმატებული რეფორმა ნებისმიერ იმ ადამიანებსაც შეეძლოთ განეხორციელებინათ, რომლებიც სააკაშვილამდე იქ თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული, მაშინ ერთადერთი სააკაშვილი რატოც არის იქ, ეს არის, რომ ვიღაცა სურს, რომ შესაბამისად მისი ამგვარი რიტორიკით და უფრო გარკვეული თვალსაზრისით აგრესიული დამოკიდებულება შეგონებით უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ თქვა შესაბამისად იქ პროცესები გავლენიანი იქნება. ეს რამე ლოგიკა აქვს, რომ საინტერესო იქნება, რომ ვინ იქნებიან აი ამ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დანარჩენი წევრები. სააკაშვილი არ დაუნიშნიათ ფრონტის ხაზები. პეტრე ბაგრატიონივით არ გაუგზავნიათ ფრონტის ხაზები. კი, არ გაუგზავნიათ. ანუ ის არ ხელმძღვანელობს სამხედრო ოპერაციებს და მმართველობთ არის მართლა საინტერესო რომ ვინ შევა იმ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში, ვის შეძლება რომ ესე ვთქვა. და ამის შემდეგ დავინახავთ რეალურად თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სააკაშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიარაღოს თუ არ უნდა შეიარაღოს ამერიკის ხელისუფლებამ, თქვა უკრაინა, სააკაშვილის პოზიცია არის ხალხსახად პროშეიარაღებისა და თუ ჩვენ გადავხედავთ რეალისტებს, აკადემიური წრეებიდან მოდიხარ ჯონკერისაც იგივე მაგრამ შესაბამისად ეს არის ალბათობაზე არის შესაძლებლობაზე მაგრამ არა მოთხოვნად შესაბამისად სააკაშვილი ამას ხალხსახად არსებობენ ნორმალური მართლა ესეთი მსხვილი მოთამაშეა ასეთი მსხვილი მოთამაშე და გავლენიანი ეს სხვილი მოთამაშე თუ არა, რატომ საერთოდ რატომ უნდა დაემსხო? აი, საინტერესოა, ამ კითხვაზე დაჩერდო ბატონო, ასეთი გავლენიანი ფიგურაა სააკაშვილი. საკმაოდ.
აი ესე რომ შეუძლია ხა მიეცით და არა ერთ-ერთი ხმა იქნება იმ ადამიანის შორის რომ მერკელი და ოლანდი ვერ აღმოჩნდებიან თუ შეერთებული შტატები ამას გადადեն. შეერთებული შტატებმა მერკელი ითამაშა სამაგარეთო დიპლომატიური თუმცა პუტინთან მოლაპარაკება მიდიოდა და ვიქაც პოროშენკო ჩავთვალოთ საფედერალურ საწყოდ და ოლანდის და მერკელი ზუსტად მაშინ ძალიან ინტენსიური გახდა ლაპარაკი რომ ერას მივცემ და ერთგვარი კომპრომისისკენ აიძულა თუმცა ეს პრინციპში ბევრი ხნის უკვე არის უკრაინისთვის სამგებიანი იყო ის მინსკის მეორე შეთანხმება. ამოცანა არის როგორმე შეძლეს ეს ხოცვა და მგრევა, ხო? ეს არის ჰუმანური და სრული ამოცანა, მაგრამ ახლა იქ პოსტი დეცენტრალიზაციას და ფედერალიზაციას, ახლა პუტინი რასაც იფიქრებს, აი სახელი შეუცვალეს, ეს ყველამ გაიგო ისე როგორც უნდა გაიგო. ხო პოროშენკოს გაუკეთეს, რომ მე არ დავუშვებ ფედერალიზაციას და კაი დეცენტრალიზაცია დაარქვი შედარი კაცო და დაარქვა ბატონო. ოღონდ ეგეც არ გაიგო. რამდენიმე ვერსია ვეცდები სამ ვერსიად ჩამოვაყალიბოთ და ერთი რომ მართლაც ადმინისტრირებისთვის სჭირდებათ გამოცდილების გაზიარება და მართლაც რაღაც სტრუქტურების აწყობა და ეს ადამიანები წაიყვანეს როგორც პროფესიონალები. მეორე რომ ამ ადამიანებს კრებითად საუბრობთ, მაშინ სულ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ. თუ საუბრობთ მიხეილ სააკაძე, სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ. აბა რა თქმა უნდა, ეხლა ის ადამიანები, რომლებმაც აქ რაღაცაში თავი გამოიჩინეს იმ ადმინისტრირების თვალსაზრისით, ამაზე ეხლა ნუ პრინციპში გავიცი ეს ადამიანები ძალიან თორარიან. ხო, რა ვიცი რა. მეორე რომ ასე რაღაცა საერთაშორისო გარიგება ასე დავარქვათ კარგით თუ რაღაცა შეგულებათ რა ვიცი რა წინდა და ამისათვის სჭირდება საერთაშორისო ის არის ძალიან გავლენიანი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე და მე ვთავაზობ მესამე ვერსიას რომ შესაძლოა ჩვენს გვახსოვს ხო რევოლუციის შემდგომ ეტაპზე არაერთი რაღაცა გაპიარებული ნაბიჯი თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ჩამოყვანა რომელიც შემდეგ არავის აღარ გახსენებია იმ ანუ რაღაცა ბრენდული სახელების გამოჩენა სუფთა შიდა ბაზრისთვის ახალი ხელისუფლება ეს ახალი ვერსია სრული არ ვიცი აი მე მაგალითად ეს ვერსიაც მიჩნდება რომ მათ ჭირდება შიდა ბაზრისთვის ახალ ხელისუფლებას რომ მან რაღაცა რეფორმები დაიწყო აი პუტინი იმას წარმოუდგენია რომ აი პუტინი მოშორდეს და რუსეთი შეიცვლება პუტინი თამაშობს შიდა ბაზარზე ხო იმ შიდა ბაზარზე არის მოთხოვნილება ხილიმი ჩვენია ქუშოვმა უხილმა მიცა უკრაინას დიდი ხანია ეს დიდი ხან კაცო კინოფილმები ნახეთ ერთი ფილმია ბრატ მათი ის იყო ბლოკბასტერი და ტიპი ეუბნება უკრაინელებს ამერიკაში მე თქვენ სევასტოპოლს არ გაკეთებთ ფილმი გადაღებულია 20 წლის წინ და ხოცავსკარი და ის ფილმის გამოძახვა ეს არის რუსული საზოგადოების პრობლემა. მათი პატრიოტიზმი, იმპერიული პატრიოტიზმი, ეს არის პრობლემა ჩვენი ევროპის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და შეერთებული შტატებისა. და ყველას გადაწყვეტილებებს მიიღებს შეერთებული შტატები, რომელსაც რბილი, მაგრამ წინააღმდეგობა აქვს ევროპაში. ჩვენ ახლა მოვიტყვით, რომ ბალტელები და პოლონეთი გადაწყვეტენ ნავსადგურს. ამას ვერ სააკაშვილი გადაწყვეტ, ვერ ჩვენ გადაწყვეტ. ეს მერკელი და ოლანდიც კი ვერ გადაწყვეტენ, ეს გადაწყვეტა შეერთებულ შტატებში თუ იარაღის მიწოდებაზე იქნება ლაპარაკი. თუმცა ევროპაში არც უსაფუძვლოდ ეშინიათ და გამოიწვევს რუსების პირდაპირ ჩარევას. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ სამხედრო ჩარევას, როგორც ჩვენთან შემოვარდნენ 2008-ში. ჩვენთან რატო შემოვიდნენ 2008-ში პირდაპირ არმიით. მანამდე ხო როგორ გვეუბნებოდნენ, ვითომ მოხალისე, ვითომ არმია ორგანიზებული იყო, უკვე და ორგანიზებული არმია პირადი სინამასის თვალსაზრისით 92 წლის მეომრალი ბიჭები და ცხინვალში. მე ხო არ გონიათ ისინი შეიძლება ყველას ჯობდნენ. პირადი იმაზე ვარ. აქ წევენ გაწეული ახალგაზრდობა იყო. ჩემი ბიჭი ოფიცერები მითხრა არც კი მეგონა თვალს ირდოლებდნენ. ასე თუ დადებდნენ თავს მე არმიას ვამბობ რეზერვისტები რომ მოიხსნენ და პანიკა რო შეიქმნა ეს იყო უდიდესი შეცდომა. ხო? აბა და რუსი ამას სწავლობდა და მიხვდა ეს უკვე არმია რომელიც პარტიზანებს ნუ გააქრობს უბრალოდ ეგრევე გაკეთებდა. ეს გამოხდა შეცდომა ახლა ის ომი გამოძიება მართლმადიდებლო კრებაში სააკაშვილი დავიჭირო თუ მოკლა და ისიც არ პასუხობს ის შეცდომას უშვებს. თუ მართალია და თქვა, ხო, სკაიფით იქნება თუ რითაც იქნება, როგორ დაიწყო, როგორ მიმდინარეობდა, რა შედეგები დამთავრდა, ხო? ნინომ რა თქვა, ერთი რამის გამო ყოველთვის არაფერი. არც ერთი მოვლენის მიზეზი გამოწვევი და საბაბი არ არის ერთი, საბაბი არის ხოლმე რაღაცა ერთი, თორემ არ არის ერთი. ეს შედგენილობა, იქაც ბრენდია, იმთავრებასაც უჭის. ის არის
ქაოსური მთავრობა. ანუ მას გაშეხნა სწრაფი რეფორმების შეგრძნება ალბათ ასოციაცია. პირველ ყოვლისა რაღაც ნაბიჯები იქნება. საქართველოში პოლიცია თამსაღარიდებს ნებისმიერმა რიგითმა უკრაინელმა იცის ეს ხმა გასული, ამას გეკითხებიან უკრაინაში. აი გაი არ არის ის პოლიციელები თამსაღარიდებენ მიხვალით საბაჟოზე თუ იმაში არაფერი, რასაც ისინი ეხებოდნენ ასე იმათ არ იცოდნენ მედლის მეორე მხარე, რასაც ბექამობს. ის უნდა ეცხოვოთ აქ. ის ფასად ჯდებოდა ეს, მაგრამ დასავლეთი თulis რომ რაღაც ეტაპებზე მათი მოკავშირეობა თუ გინდა, შენ მომკაცრე სიხისტი და ხანდახან სასტიკი ადმინისტრირებითაც კი ადმინისტრირებით უნდა დაამყარო წესრიგი, რომელზეც მერე შეიძლება აშენდეს კეთილდღეობა და დემოკრატია. ამ თვალსაზრისით ითვლება, რომ კაცი, რომელმაც არ დაინდო თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი, სისასტიკი. და სასტიკი იყო, მას ახლა მე ვუნა ცნებმა თავიანთი უარყო, მათ წააგეს არჩევნები მაგის გამო. აბა როგორ და აბა რის გამო? კარგი, ბატონ მიქელინა. და ვისნობ, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ ვერ გავიგე რატო შევით ამას რა. აი რაშიც შეიძლება კაცმა ხარი დაგიჭიროთ, რატო აიძულებთ ადამიანებს, რომ ხარი დაგიჭირენ კიდე დაგიწინისკენ, ხო? კარგი. ამას თავისი ახსნალდათ, აქვს ამას შორსაც ალბათ. ამიტომ ნინო რასაც ამს ეგ ამბავი ესეა. უბრალოდ გიორგი ბექამს სწორედ შენიშნა ამბობ. ყველაფერი იციან შესანიშნავად. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა ახლა დიპლომატიის თვალსაზრისით ვარანა აბსოლუტურად მართალია რომ ეს მოდი მე გველაპარაკა ჩვენ ყველაფერს დავუწყობთ და ესე იგი იმას წეხრი ვიკრეს ისინი რომ რაღაცა შეგნებულ მომენტი არის რომ ხოდნოდათ ისედაც აი ესეთი აპოზიცია აი ერთი წუთი ეს არის ქართული დამოკიდებულება აღთრულია საქმე და ეს არის ქართული დამოკიდებულება ნინო აი მე ცნობა ხონა მოთხოვნა ნინო აი მე მაგარი ვარ ამაზი ხოვა და მოდი ეს სოფლო რატო ანიჭებს იქ მარიონ ბრანდოს და ვიღაცებს იქ ოსკარებს და მე კიდე მაგარი ვარ ხო ქართული შევიდა ვერთხის ყავსანი მართლა თვითონ იყოლავდა ხა ვაგონიათ ვინმე ან მიაწოდა რაღაცა სახით აი ნევნელა გამიკვირდა ეს დიდი იტალიელი მესენჯერს თუ გენიალური დიდი რომანია საიდან ის ამ კაცმა ვიფიქრეს ამ იმდრე ჩვენ რატო იცი რომ ისინი რატომ არ დაგხვდნენ ანუ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ეს მოვიდა რატო ინდოელებს ინგლისმა დაიწყო თარგმნა რამაიანა ყველაფერი ფასია სააკაშვილი მათთვის რომ იციან გაზამანის არა ფასი როგორია სააკაშვილის ფასი საქართველო აქვს მე ზუსტად ამასვამ ფასზე ადვილად გაწირავენ და მათ შორის რა მათთვის არ არის საქმე რომ წინა ხელისუფლება და ეს ხელისუფლება თქვა კარგად ვერ არის ახალ საზოგადოებაში თუ წინასწარ არ არის გამოკვეთილი ესეთი საზოგადოებაში მე გეუბნები და ბატონ გაქვს დავთანხმდები არც ხელისუფლება საქართველოში გარკვეულ ხალხში არ არის ეს დამოკიდებულება ისინი ვერ ხვდებიან რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეულება გააჩნიათ თავზე გამოცდილებთ და მიაჩნიათ რომ ის ყველა თავისი ესე თქვა თვალ პრეზიდენტი ამოღურებს რა იქ ვინ არის მართალ ვინ არის მწვანე ეს საკეთები ეს საკეთები თავი შეეძლო გამოეყენებინა ეს ბრენდი და ყოფილიყო უკრაინაში ნაცილები და თანამშრომლობაში აი ზუსტად რეფორმების გზით და ამ მიმართულებით სააკაშვილი ამ მიმართულებით უფრო ესე ვთქვათ მარგინალიზებული იქნებოდა უბრალოდ ეს ნიშა იყო цаრიელი ადგილი თუ დაიკავა სააკაშვილმა პლუს რა თქმა უნდა ამერიკელების ევროპელების თუ პოროშენკოს თუ ამ თავრობის ეს შენიშნავს მოკლედ მაგრამ დააბალანსებოდი მე დეკას ებზვიან ამ შეთქმულებებს პრობლემა ეს არის შეთქმულებები მანიაკების დონეზე რომ აი საბჭოთა კავშირი დაშალეს სადღაც იდამასინები ისქდა და რაღაცა იქეთ რომ ისწრებოდა იდამასონებდა ხო არა საბჭოთა კავშირის ცენტრში ვიყავი დაშალეს თვითონ თავისი უმეცნებით უგუნურებით და სამართლო წყობით ხო მე დააბრალეს მასა აბანაუბერ თავისთავად სხვა ქართულ აბანებენ დამსახურდიას გარბაჩოვს შევარდნაძეს იაკოვლევს CIA-ს ანუ ცერეუს როზახიან რავი მასონებს ყველაფერს თავის გარდა დაშალა ელცინმა და რუსეთის მაშინებმა ელიტამ ეს არის ფაქტი და ამას შორს აღვიქვას არ უნდა თავისად ამიტომ შექმნილი კი არა დოკტორაში ბიჭო იქ წერენ ეს გიათი წერება საბჭოთა კავშირის დაშლაზე რომ იმესტებოდა ამერიკული გეგმები საბჭოთა კავშირს ეგონა რომ ეს ვატყვევენ და საიდუმლო გეგმები აქვს და ის მოხდა ზუსტად რაც იმეჩნდებოდა არა ნორმალია შექმნილების თეორია ამ თვალსაზრისით არა მაგას აიძულებს ალბათ შევაიარა თუ უკრაინა დიქტატორობა უნდა გამოიჩენო რომ აი მას მიიკარდა გიორგი მოპასუხონ რომ აი ეგ უკრაინამ დაიწყო ეს მოდი ასე დავანებოთ თავ მაიდანზე რა ვიცი რა უნდა გვექნა მაიდანის დროს ჩვენ
არ ვიცი სიმონ მე თუ ეს სწორად რა დაიწყო უკრაინამ დააკონკრეტა აი ეს ურთიერთობის გაცივება დაიწყო უკრაინის მთავრობამ მაიდნის შემდგომ მან დაიწყო ხო დანიშნებით ეგეთ ეს აი ეს ხომ მაინც რა დროს დაიწყო არა ტრიალი თიქარ ეს იგრძნობოდა იგრძნობა ხო ბოდროს მიიღო ესეთი სახე მე იმის ანუ არ მოწონთ ახალი ხელისუფლება ხო ალბათ და ნაცელები არა რატო ბრძოლა მაგარი ზუსტად პოლიტიკოსის სახე მაგას რა უთხარი მე ესაც ყველაზე მეტად არ მოწონხარ იმას უნდა ბატონიკას არის მართლაც ურთიერთობების გაცილება მართლაც არსებობს ასეთი რამ დამოუკიდებლად იმისგან მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა თუ არა ანუ რა იყო მიზეზი და რა იყო შედეგი აი მაგრამ შემოგთავაზა რომ მანამდე დაიწყო ურთიერთობების გაცილება და არა ამას ვკითხავ აუცილებლად ბატონიკასთან რამდენიმე კითხვა დამიგროვდა მე გეტყვით თქვენ ამ ურთიერთობებს უნდა გადავხედოთ დინამიკაში სხვადასხვანაირი იყო სხვადასხვა დროს ესე იგი, დავიწყოთ თქვათ აი კუჩმას პერიოდიდან, კუჩმა შევარნაძის ურთიერთობა იყო პრინციპში კარგ ურთიერთობაზე აგებული. ორივე უფრო ასე ვთქვათ, ეთიკაიდის პოლიტიკოსები, უფრო ასე იგი, ლაგებოდნენ რუსებს. მოდით ახლა რამდენად სწორი იყო მათი პოლიტიკა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მსგავსი პოლიტიკოსები იყვნენ, თუნდაც რუსეთთან გატარებულ პოლიტიკაში ურთიერთგაგება მე ასაკობრივი სიახლოვე, მენტალური სიახლოვე გარკვეული ჰქონდათ. კარგად თუ სხვათა შორის მე ორივე რო გადამდგარი იყო და კუჩმა იყო აქ ჩამოსული, მე ვიცი ეს რამოდენიმე წლის წინ კარგა მაგრა დალიეს. ამის შემდეგ ეს იგი ნაყოფ შეხვედრაზე, აი კუჩმა ყოველთვის ცდილობდა რომ ხარი დაეჭერა. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება აუცილებელია, რომ უნდა არსებობდეს მეხსიერება და მადლიერება, თუნდაც ჩვენ კარგად ვიცით ის, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ესე იგი მოხალისეების დონეზე იბრძოლეს თან გმირულად აფხაზეთში, ხოლო უკრაინის მთავრობამ, ოფიციალურმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად 10,000-ობით ქართველი გადაარჩინა, როდესაც მოგვაწოდა ესე იგი ვერტფრენების დიდი რაზმი და პრაქტიკულად აი კოდორის ხეობაში გაყინვას გადაარჩინა უამრავი და ეს სხვათა შორის არ იყო იული ნაბიჯი და ყველა არ გააკეთებდა მაშინ. ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება პირდაპირ არ მოვიდეს კაცს და არ გითხრას რაღაც სამაგიეროს როცა მათ უჭირთ ძალიან შენი მხრიდან ხო და ეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეხლა შემდგომში ხდება ალბათ ესე იგი ხელმძღვანელობის დონეზე ალბათ ყველაზე უფრო მეტი სიახლოვე ეს უკვე არის პრეზიდენტ სააკაშვილის და პრეზიდენტ იუშენკოს ახლო ურთიერთობა პრინციპში სრული თუ არა ახლა საკმაოდ დიდი გაუგებრობებიც იყო და პრობლემები ეგრე არ არის მთლად მაგრამ პოლიტიკური სიახლოვე ამ ასე მომხრე ურთიერთობაში იყო საკმაოდ ღრმა და მაღალი დონის ამის შემდეგ მოდის იანუკოვიჩი და სხვათა შორის ეს საკმაოდ პრობლემატური პერიოდი იყო მინდა გითხრათ იმიტომ რომ იანუკოვიჩმა რადიკალურად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი. დაახლოებით რაღაც მსგავსებები არის მასთან თუ რაც მოხდა მე საქართველოში, მე ასე ვთქვათ ჩვენ დაუბრუნდით ეს გამოდის ძალაუნებურად. მაგალითად უკრაინამ შეასუსტა მნიშვნელოვნად საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში გარკვეულ ესე იგი პოზიციებზე და დოკუმენტებზე რომელიც საქართველოს ეხებოდა და მხარდაჭერა გჭირდებოდა ანუ წინა ხელისუფლებასთან შედარებით მისი ასე იგი ეს პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა თუმცა ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რომ ხაზი გაესვათ რომ დღეს აი ესეთი ვექტორი გვაქვს პოლიტიკური ჩვენ შევეცდებით ამის კომპენსაცია გავაკეთოთ რაღაც ეკონომიკური კუთხით, სხვა კუთხით და ასე შემდეგ. აკეთებდნენ კიდე. ხო, აკეთებდნენ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ დაახლოებით ხელისუფლებებს შორის გაცივდა იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ. გაცივებას თუ არ უწოდებთ, ანუ მე ასე ვიტყოდი, აი თვითონ ეს თანამშრომლობის სიმჭიდროვე და ურთიერთგაგების დონე საგარეო პოლიტიკური შემცირდა, თუმცა იანუკოვიჩი თვითონ პირადად და მის ხელისუფლება ცდილობდა რომ რაღაცებით კომპენსირება მოეხდინა ამ ესე იგი ცვლილების.
ანუ ქონდა საკმაოდ ინტენსიური ყოველდღიური კონტაქტები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. თქვენი ბედი მაინც ამ პარალელურად მიდიოდა თუნდაც ევროკავშირთან ჩვენი რა თქმა უნდა, ჩვენ რეგიონულად და ევროპული პოლიტიკის თვალსაზრისით მაინც ერთ კონტექსტში მოვიაზრებით და გასაგებია ჯერ კიდე ამ ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული და თუმცა მე ეს პოლიტიკა ვიცით რომ იანუკოვიჩმა შეწყდა. აი ამის შემდეგ უკვე ესე იგი საქართველოში იცვლება ხელისუფლება და შემდეგ უკვე რამოდენიმე წელიწადში უკრაინაში ხდება ესე იგი ხელახალი რევოლუცია დავარქვათ რა თქმა უნდა ამას და უკვე ესე იგი საქართველოს ხელისუფლება თავისი ახალი საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარე აღარ გამოდგა მზად ისევე როგორც იანუკოვიჩი თავის დროზე რომ სრულყოფილი და ინტენსიური რასაც პირდაპირ ამბობენ ითქვა პირდაპირ რომ ჩვენ ავიღეთ კურსი რუსეთთან დაახლოებაზე და თანამშრომლობაზე და შესაბამისად ამიტომ ესე იგი უკრაინის მაიდნის და ვთქვათ უკრაინის მკვეთრი მხარდაჭერა ამაში ხელს შეგუწა და ამაში შეუშალა პოზიცია იმიტომ დაიჭირა საქართველოს ხელისუფლებამ მოკლედ მე ისეთ მაგალითად მას შემდეგ რაც უკრაინაში უკვე შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა საწინააღმდეგო ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკური გაგება უკვე საქართველოს ხელისუფლება იჯდა სხვა პოლიტიკურ ვექტორზე და ამ ახალ ჩვენს მხარი ვერაობა. ანუ ესე იგი რაღაც ფაზაში ამცდა თქვა, კანდიდატი ერთხევა ეს და მაშინ მივიდივართ წინ. თუ სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საგარეო პოლიტიკური თანხმედრა გქონდა ფაზაში ის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურად იუშენკოსი კი ესე იგი ძალიან მსგავსი იყო ჩვენი, მაგრამ იმდენად უნიათო იყო შიგნით ესეთი წარუმატებელი რომ საბოლოო ჯამში მან არჩევნები ისე წააგო იუშენკომ რომ რაღაცა 5-7%-ით რო შეაგროვა და ნუ ეს იყო პრობლემა. რა მინდა გითხოთ აი ამ კურსიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ანუ დღეს რა რეალობა გვაქვს უკრაინის ხელისუფლებისთვის სააკაშვილის ფასი რა არის რო გკითხეთ. ანუ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია სააკაშვილი რომ მის გამო არ ეშინიათ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გახვჭებასაც კი არ ერიგებიან თუ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმდენად უმნიშვნელო მათთვის რომ აი ასეთ არც მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებაზეც კი თუ დანიშვნაზეც კი არ ამბობენ უარს მე ვფიქრობ რომ მაგალითად საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი სიტყვა და ყურადღება რომ გამოეჩინა უკრაინის მიმართ მისთვის უაღრეს და ძიმე მომენტებში ერთი მე შეგახსენებთ ასევე როდესაც ზუსტად იმას ვამბობ რასაც მეკითხეთ კარგი და ესე იგი კიდევ შეგახსენებთ რომ პირველი კონტაქტი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შედგა მაშინ როცა ესე იგი ღარიბაშვილმა დაურეკა და საყედურებით აავსო იმასთან დაკავშირებით რომ ქალთურებს ნიშნავდა მან ვიცით ყველამ კარგად რაც უპასუხა პოროშენკომ რომ ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ერთი ჯერ გეკითხა რა დღეში ვარ თუ აგერ ესე იგი გაგანი ომი გვაქვს და ასე შემდეგ ამის შემდეგ ღარიბაშვილი აკეთებს განცხადებას საერთაშორისო დონეზე რომ უკრაინას არ უნდა მიაწოდონ არ უნდა დაეხმარონ იარაღით იმიტომ რომ ეს გაართულებს სიტუაციას ყველაფერ ამ ფონზე შესაბამისად იქცევა უკვე უკრაინის ხელისუფლება ჩვენს მიმართ. მე დარწმუნებული ვარ. ეს უკვე იცით რა შესაბამისად განწყობას გამოხატავს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აი ეს ნაბიჯები ჩემს მიერ ჩამოთვლილი, რო არ გაეკეთებინათ ჩვენს ხელისუფლებას და პირველ პირებს, ალბათ მე ხა ვარაუდის დონეზე ვამბობ, პოროშენკო ქართველებს რამოდენიმეს მის დანიშნა კი დანიშნავდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მაგრამ ალბათ სააკაშვილის შემთხვევაში თავს შეიკავა. მე ასე მგონი. არა, ხა ფაქტობრივად არ გოლე ხა მინისტრები დანიშნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მანამდე ისეთი დანიშნები არ ხდებოდა იმ ადამიანების, ვინც სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფებიან.
Აკით იგივე კითხავს ბატონ გიორგი დავუსალოთ. კი ბატონო, შეველია, ჯერ კიდევ არ ვიცით მას რა უფლებამოსილება და რა გავლენა ექნება და ბატონი კავშირად მინდა კითხოთ, მართლაც ასეთი გავლენიანია სააკაშვილი მთელ პროცესებში უკრაინასთან დაკავშირებით? მე მგონი არ მგონია, სიმართლე გითხრათ, მე არ მგონია რომ მას ახლა დიდი საერთაშორისო გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ვეთანხმები ბრენდის მომენტი მუშაობს. აქ იანუკოვიჩს ბოდიში პოროშენკოს ხშირად უნდა რომ რაღაც დამაიმედებელი მესეჯები მიაწოდოს თავის ხალხს და სხვათა შორის ქართველები რისთვის სჭირდებათ კიდე ეს ჩემი ასე ვთქვათ აზრია კორუფცია და ნეპოტიზმი არის ძალიან მწვავე გაცილებით კიდეში უფრო ღრმა პრობლემა უკრაინაში ვიდრე ჩვენთან იყო ჩვენთან ხო ძალიან ძლიერი ხო ამიტომ მათ სჭირდებათ თანამდებობებზე განაცვლა ისეთი ხალხი ვინც თავისი პირადი ნათესაური მეგობრული დაკავშირებული არის ახლა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოელების და არა მარტო ქართველების დანიშვნისა ამ თანამდებობებში არის ეს კარგი ბატონ გიორგი თქვენ მინდა გკითხოთ იგივე რაც ბატონ ნიკას კითხე იმდენად ძვირფასია სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების რომ გადარიან მის გამო გაიფუჭონ ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან თუ იმდენად უმნიშვნელოა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება და პოზიცია მათთვის რომ არც თუ ისე მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებაზეც კი არ ამბობენ უარს. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ხელისუფლებისთვის მათ საკუთარი ინტერესი. ანუ ისინი დღეს ხედავენ რომ ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად იმ მიზნების მიღწევა, რომელიც მათ აქვთ დასახული, არის უფრო ადვილი ვიდრე მათ გარეშე. შესაბამისად, რადგან ეს ყველაფერი ეწერება მათ მაგალითად სააკაშვილის შეევლის რანგში. ძალიან სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან კარგი კონტაქტები, ის არის ძალიან ჰიპერაქტიული ადამიანი, მას იგივე კიდევ ერთხელ დავეთანხმები ვანოს, რომ ბრენდია საქართველოს და სააკაშვილიც რაღაც დოზით ბრენდი იყო ყოველთვის, იგივე აი მარტივად რო ავიღოთ რა, საერთაშორისო ტელევიზიების ეთერებში იმ დოზით, რა დოზითაც სააკაშვილი ჩნდება. აი ვინმე გინახავთ სხვა რომელიმე ქართველი გნებავთ დღევანდელ აი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხო უფრო ხშირად უნდა ჩნდებოდეს ხო ტელევიზიაში ხო ინგლისურად მოლაპარაკე ხალხის პრობლემა ეს ისე მარტივად არ არის რომ ინგლისურად ვინც ლაპარაკობს ყველა ტელევიზორში გადაება ხო ეს ნამდვილად ასე არის აქედან გამომდინარე რეალურად სააკაშვილს აქვს ის ფასი ზუსტად რასაც მასში იხდის უკრაინა დღეს და ძალიან სერიოზული ფასი იხდის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა რა შეიძლება მეორე, ანუ რამდენ მოგებას ნახავენ, ეს უკვე მომავლის საკითხია და ეს გამოჩნდება. და მე ძალიან მართლა გულწრფელად მინდა, რომ აქ სააკაშვილზე არის კონკრეტულად ლაპარაკი, რომ ქართველებმა წარმატებას მიაღწიონ უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, უკრაინა დღეს არის, მოდი ასე ვთქვათ, მსოფლიო გულში, აი გულდენს, მთელი მსოფლიო უყურებს უკრაინას და თუ უკრაინა მოახერხებს რეფორმებში გამარჯვებას და თუ აქ ქართველები პირველ პლანზე იქნებიან, ეს ძალიან კარგი იქნება იგივე საქართველოს. ეხლა გადავალ შემდეგ ნაწილზე, ანუ რო ვთქვი, რომ აი კომუნიკაციაში ამას იგივე დავეთანხმები, რომ იყო კომუნიკაციაში პრობლემა და დღესაც არის კომუნიკაციაში პრობლემა. ტყუილად არ ვახსენე დებალცევოს მაგალითს. კიდევ ერთხელ კვირას დაიდო მინსკის შეთანხმება რუსები და სეპარატისტები არასრულებენ ამ შეთანხმებას, აი ბოლოს რო წამოვედი სახლიდან, 1/13 დებალცევა უკვე აღებული ჰქონდათ რუსებს. ეხლა გერმანიამ გააკეთა განცხადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა განცხადება, ლამის სამხრეთ აფრიკამ გააკეთა განცხადება. ეხლა მე გაჩვენებთ თქვენ, ამ კამერა შეუძლია ნახოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ გვერდს. და წაგიკითხავთ რა არის ნიუსი. 7 ფევრვარი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა პანამაში საქართველოს საპატიო კონსულს და კანდიდატს. არ არის ამას. 7 ფევრვარის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო ტორონტოს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შემდეგ სამწუხაროდ, ანუ ასეთ რამეს როცა ვამბობთ, ამას მკვლუად განწყობილი ადამიანი კი არა. ანუ მე მინდა რომ ტვიტერის სიტყვაზე სამყაროში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები და პრეზიდენტები წუთი-წუთზე ავრცელებენ მესიჯებს და როდესაც მართლა წუთების ამბავია დებალცევოს გაძარჩენა და უკრაინისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როცა ელსიბარებ და ეუბნები რომ მიშა სააკაშვილს რატო ნიშნავ, ეს არაადეკვატურია. ძალიან საინტერესო პრობლემაზე. საინტერესო რა არის ეს, რომ გამოდი ზელჩი. მე კი არ ვუძებ, მაგრამ მე ვიცი რა თქმა უნდა.
რა და იძახის დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტ. განა რა მიქნა? მე თქვენ მე დამბრავდა ეს ყველაფერი რომ უკრაინაში რატო წაიყვანა. სატელეფონო საუბრები, მეგობრობა, კომუნიკაცია საქართველოს უკრაინის ურთიერთობებზე, რა პრობლემები არის, რა ხდება და ასე შემდეგ. გადამაყოლეს მაგისიც რა და ინაugurაციაზე წავიდა. არც ერთი მინისტრი არ წამოვიდა. და ამის იმად გამომაცხადეს, რა ქვია, შპიონად, ეგ რო სააკაშვილის შესახებ რო წავიყვანა თურმე დიმაზე ინაugurაციაზე, რო შეხვედროდა პოროშენკოს და ბაიდენს. და ეს არის მეტი კი არაფერი, ამას ითხოვენ ისინი რომ კი ბატონო, ალბათ წოდ ვიმუშაოთ იქ საყვარელის ადგილიც იქნებოდა ჭულუკიანის მოადგილის ადგილიც იქნებოდა ამის ამ ხელისუფლებამ შიგნით ვერ აწყო საქმე კიდევ ვთქვა შიგნით ვერ აწყო საქმე გარეთ რისი ამწყობი არის ვერ ხედავთ რა ერთმანეთში საგარექოსაშვილს და საგანელიძეს გარჩევებს ვარგოთ და გვენეტაძე წარმოდგენა რა საერთოდ რა ხდება გამოგებინეთ ხო და თუ წლის შემდეგ ან 7 წლის შემდეგ ბატონ ღარიბაშვილს ან ამ ხელისუფლების ახალჩინოსნებს თუ სადმე რომელიმე ქვეყანაში დაუძახებენ და ეტყვიან რომ აი ამ საქმეში მოგვეხმართ ხო ესეც ძალიან კარგი იქნება და მე მართლა იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით ხო ეხლა და ბოლო ნაწილი რა ანუ რატომ არ უნდა გარდა ამის კიდევ ერთხელ ვამბობ ამას ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ კიდევ ერთხელ და ეს არ არის მხოლოდ უკრაინა საქართველოს ამბავი იგივე მიხეილ სააკაშვილი რო თვითონ ციკლაში არ მოხვედრილი იყო საკმაოდ ადამიანებმა საკმაოდ გავლენიანებმა თქო წერილი მიწერეს ინტერპრეტაციაში აი მაგით ვართა გასაგები ხო ეს არის მარტო უკრაინა ესა თუ შეიძლება დავსვათ პატრონაკო და მე არ არის მარტო უკრაინა ხო აქ ასეთი რამე დასავლეთ რატომ არ უნდა რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდეს რატომ არ უნდა იმიტომ არ უნდა რომ წარმოვიდგინეთ ანუ საქართველოსთვის როგორც ქვეყნისთვის როგორც განვითარება და სწრაფად განვითარებაზე ქვეყნისათვის იქნება კატასტროფა როდესაც პრეზიდენტი იყოფილი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტრი იუსტიციის მინისტრი დანარჩენი მინისტრები აღმოჩნდებიან ციხეში აი ეს ბრენდი რომელიც საქართველოს ადამიანები მესიჯი საქართველოს ხელისუფლებას დაუგზავნოთ რომ მომავალზე იფიქრეს წარსულზე ნუფიქროთ აქ თავი ეს არის რომ ქართული ბრენდი რომელსაც ყველა რაღაც დონით ვამაყობთ თუ ეს მოხდება, ხო, ეს გაცალკარდება, არაფერი არ დარჩება. არ არის ასოცირებული და არ ნიშნავს ტოლი, არ ნიშნავს მიხეილ სააკაშვილს, ხო, ჩვენ საუბრობთ იმაზე. არის საერთაშორისო პარტნიორების არწმუნება ამაში. უკაცრავად. ეხლა ჩვენ საუბრობთ რაზე? კი ბატონო, ძალიან კარგია თუ იმ ადამიანებს, ვისაც თქვათ, გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ ხელისუფლებაში, კანონთან არ აქვს პრობლემები, უკრაინაში ჩააბარებენ რაღაცას, იქნებიან წარმატებულები, მხოლოდ კარგია. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში საათს ნახევარია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანებს წაყენებული აქვთ ბრალი. ამაზეა სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლება ერთი წუთი. ამ შემთხვევაში ჩვენ ხოლმე ამაზე არ ვაუბრობთ. ერთი რომ არავის არ ჯერა როგორც. ეს ყველა ჩვენ დავაღმავთ ეს თემა. კი ბატონო და მე მინდა ჩვენ თქვით რომ აქამდე აი რომ ხლა არაერთხელ რომ გაცილებით უფრო მჭიდრო ღრმა და ნაყოფიერი ორმხრივი დიპლომატიური სამუშაო უნდა ჩატარებული გასაგებია. ამ გაუგებრობამდე არ მოსულა. მე ამაში დაგეთანხმებით უფრო მჭიდრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის რომ ვერ დავარწმუნეთ იმაში რომ მისი ბრალი არის დასაბუთებული, არ არის, არ ვფიქრობ რომ ეს არის სწორი ფორმულირება. ბატონიკა, მე შესაძლოა სწორად ვერ გავიგე, მე მინდა გავცნობოთ გაგცეთ პასუხი თქვენთვის ვექტორის ცვლილებაზე. საქართველოს ბაზუსტად შეიძლება საქართველოს შეიცვალა ვექტორი? დიახ. ანუ ну ახლა ვექტორი უწოდოთ თუ რა ეს ეს ფაქტია ანუ იგივე ესე იგი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების მკვეთრად განსხვავდება წინა ხელისუფლების პოლიტიკით. და ეს ნიშნავს ვექტორის ცვლილება. ნუ ახლა არის ტერმინებში ტერმინი არ არის სწორედ საკვანტო საკითხი ხა მე მინდა გითხრათ ჩვენ დავუწყეთ ნიშნავს ჩვენ დავუწყეთ უფრო მეტად დაახლოება მე ვფიქრობ და ასოცირების ხელშეკრულება არის. მე ვფიქრობ ყველა დამსახურება არ ვიცი ხა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ვარ. ახლა და მე იმედი მაქვს რომ უკრაინა რო არ ყოფილიყო ჩვენ კიდევ ორი წელი ანუ ხო არ დავთ ამაზე რომ ამ პროცესში ვარ.
მოკიდება. რავს გულისხმობ მე აი ამ ცვლილებაში? ჩვენთან გადავსინჯეთ და გადავათამაშეთ საერთოდ ხედვა სტრატეგიულ მოკავშირეების შესახებ თუნდაც რეგიონში. ესე იგი, პრაქტიკულად მინიმუმამდე დავიყვანეთ პოლიტიკური თანამშრომლობა და ურთიერთგაგება აზერბაიჯანთან და რატომღაც აქცენტი გადავიტანეთ სომხეთზე. შემდეგ ესე იგი არა, ასეთები ლაპარაკი ურთიერთობა ისეთი არ არის ფაქტია. საკმაოდ გაუგებარი ურთიერთობა გვაქვს და დაბალი ინტენსივობის ახლა თურქეთთან. სამაგიეროდ ავიღეთ მკვეთრად კურსი ეგრეთ წოდებულ დათბობაზე, რომელმაც სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო და ამას დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირები ღიად აღიარებენ. უკრაინასთან რაც ხდება და იქ რო შევასრულოთ თანამშრომლობა ეს ჩანს, მაგრამ ის რომ რაღაცა ზოგადი ჩვენი მიმართულებები დეკლარაციის დონეზე რჩება ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რაღაც ამაში გესახვევით, ამას კონკრეტული პრაქტიკული პოლიტიკის გამაგრება ჭირდება. ეს თავისთავად ლიტონის სიტყვებით ეს პოლიტიკა ვერ ტარდება. არა, ეს მინდა და დამესრულებელი ნაგავდა რომ მე როდესაც დავბრუნდი ასე ქვეყნის პოლიტიკური ვექტორილებაზე ცოტა ისეთი ხმამაღალი განცხადება მე თქვა რომ კურსი იყო რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება და ბოლოს თქვა რომ აი არ გამართლა რა შეხება იმას რომ თუ ოფიციალურად იყო რუსეთთან ურთიერთობის დათბობა თუ ადამიანს უნდა რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება ეს რატო არის ვექტორისტრიება ვერ გავიგე თუ არ გამოვიდა გასაგებია რომ იყო ამის სული ეს უფრო იქნებოდა ამ ხელისუფლების დაგიზიანდებოდა ეს ნაბიჯები არ გადაიჭრა. მოდი ბატონბექას მოусმენთ. პრობლემა შესაძლოა მართლაც იმაა რომ უკრაინაში ისტორიული რაკურსი იყო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ქრონოლოგიურად კარგად იყო ჩამოთვლილი ყველაფერი, მაგრამ ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თქვა იანუკოვიჩმა თუ შეიცვალა შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, ეს იმიტომ არ შეუძლია, რომ მას ომი ქონდა და ომი გადავიტანა რუსეთთან. ჩვენ რუსეთთან ომი გადავიტანეთ და შესაბამისად მართლა 25 კილომეტრით განან რუსული სამხედრო შენაერთები და აქედან გამომდინარე საფრთხე ბევრად უფრო გაიზარდა. თქვა რუსეთისგან მომდინარე, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გონივრულად მიმაჩნია აი ესეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რუსეთთან ნორმალიზების პოლიტიკის წარმოება, გამომდინარე კიდევ ეს არის მარტივი პროცესი, ურთიერთობა, როდესაც გაქვს, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ეს ურთიერთობა უცბად გადაიზარდოს, თქვა, იგივე დაძაბულობასა და ესკალაციაში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე საერთოდ ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, მე ამაშიც უც ვერაფერს ვერ ხვდები. დეტალებში შეიძლება თქვა რაღაცა თვალსაზრისით იგივე საზღვრების გადმოწევის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აფხაზეთთან ხელშეკრულების და სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულების ხელმოწერის თვალსაზრისით ეს არის გარკვეული თვალსაზრისით პრინციპში ცირე მარცხი, მაგრამ მეორე მომენტი უნდა გავითვალისწინოთ, რაც არის ფუნდამენტური მომენტი, ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, მე მგონი პირდაპირ კონფრონტაცია, დიდად რიტორიკის დონეზე, პირდაპირ კონფრონტაცია რუსეთთან, მე მგონი არავის არ არგებდა და განსაკუთრებით ქვეყნებზე წავიდა და სამხედრო კავშირში გვეხმარებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კომისია პირდაპირ ინტერვენციაში გაინტერესებს ამ პასუხზე თუ არ გაინტერესებს? გინდა თუ პასუხი ეს რა ჩვენ მე მგონი აღრევოდა გარკვეული თვალსაზრისით რა არის წარმატებული რეფორმა და რა არა. ფუნდამენტური საკითხი. თქვენ ართლით იქ როგორ ჩანს თვლიან? ამიტომ დაბადებას ეს ხალხი ასეთი რამ უნდა გითხოთ ბატონ ბექა პრინციპში კვიტაშვილის დანიშვნიდან დაწყებული საქართველოს იმედია ყოველ შემთხვევაში ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება როგორც წარმატებას უსურვებ უკრაინას კითხავს დაგიხოთ აი გამოიყენონ ეს პოტენციალი ეკონომიკის მინისტრად არ გამონიშნეთ არ ვამბობ მაგრამ უსულასფერო იყო იქ ლაპარაკი ხო ბენდუკიძიდან კვიტაშვილის დანიშვნის მომენტიდან დაწყებული საქართველოს ამჟამიდან ხელისუფლებას არ დაუმალავს მისი უარყოფითი პოზიცია ამ დანიშნების მიმართ, თუმცა ეს დანიშნები მაინც გრძელდება და ამან ვერ შეცვალა ვერაფერი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ალბათ სავარაუდოდ ეს კიდევ ვერ შეცვლის ვერაფერს. ამით რატომაც ასე ჩანს, რომ ისინი არ ითვალისწინებენ თქვენს პოზიციას. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რატომ, როგორ ამას არ აქვს მნიშვნელობა უკვე ალბათ ეს ერთ აზრამდე ვერ მივალთ. ხომ არ არის მართლაც ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილების გამოხატვის და საერთოდ ფოთის მთავარი საფუძველი არის ის, რომ
მართლაც სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარკვეულად რეკლამირება ხდება მთელი ამ პროცესით და ისინი არიან თქვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ ხომ არ ნერვიულობს უფრო მეტად საქართველოს ხელისუფლება. ეგ არ ვიცი ხო საქართველოს ხელისუფლება. თუ მათ მოიწონეს საერთაშორისო აღიარება როგორც რეფორმატორებმა შემდგომში უფრო მეტი საერთოდ ზედმეტად დიდ ენერგიას ხوار ხარჯავს საქართველოს ხელისუფლება მეორე ხარისხოვან საკითხებზე და გაცილებით უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს მართლა პირველ ხარისხოვან საჭიროებებს. მე მაგალითად სერიოზული განსამართლო ზუსტად ასეთ ხდება სინამდვილეში. მოკლედ ზოგადად მეტად ხომ არ ნერვიულობს ზუსტად იმის გამო რომ ისინი თქვენი პოლიტიკური ოპონენტები არიან და მომავალში შესაძლოა დაბრუნდნენ აქცი რევანში დაასწრა მაგაზე ლაპარაკი მე მგონი ზედმეტია და თვითონაც იმ ადამიანებს ეს არ სურს რაღაცა რევანშის გზით დაბრუნდნენ აქ არა თქვენს მიმართ რევანში თქვენი პოლიტიკური ძალა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის დამარცხება არჩევნებით შეიძლება რევანშად ჩავთვალოთ ამას ლაპარაკი არა გასაგებია გააჩნია რა კონტექსტში ვიტყვით რევანშს ხო არა ხა ნაციონალურ მოძრაობას დაბრუნება უნდა ხელისუფლებაში მე მგონი არ მოვალა ხო შემდეგ არჩევნები უკრაინული ხალხი რა ვიცი პირადული ურთიერთობებიდანაც გამომდინარე და ზოგადად ისტორიიდან გამომდინარე ქართული ხალხის ძალიან ახლო მეგობარი ხალხია ხო აქედან გამომდინარე მე წარმატებას უსურვებ ნებისმიერ ადამიანს ვინც იქ არის თუ ისინი შესაბამისად იგივეს არ გააკეთებენ და ცოტა შეცვლიან და იმ შეცდომებზე ისწავლიან და შეცდომებიც აქ დაუშვათ. მარტივად გეტყვით ამას. ანუ თქვენ ამას ნერვიულობთ, რომ მათ სააკაშვილის ადეიშვილის ვითი ძლიერდებიან. იმით რომ მათ უკვე ქვეყნის გარეთ გაიტანეს რეფორმები ასე ვთქვათ, არ ვიცი, აი ესე გამოდის ხო, რადგან მათ იწვევენ მინიმუმ კვალიფიციურები არიან ხო? მე ერთადერთი ნერვიულობს, ფაქტს აღნიშნა, რომ არ იყო კარგი და სწორი ნაბიჯი ჩემი აზრით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის და ადეიშვილის ესეთი გლორიფიცირება რაც ხდება იქ მარტეს ეს არ ნერვიულობ არსებობს დიპლომატიური ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენდა გამოვიდათ არახელს. არამედ კიევში ჩვენი სამხედრო განყოფი აქტიურად იმოქმედებს კიევში ამ მიმართულებით. და ეს ნერვიულობა საერთოდ უნდა იმოქმედოს კიევში და რაღაცები გაკეთოს ეს ნიშნავს რომ ნერვიულობა ეს არ არის ამოცანა ეს ხო მართალია. ამის პასუხი არის სააკაშვილის იქნება მისი მმართველობის თუ აზგინა ძალების თუ უკრაინის ამთავრობის თუ როგორც არის იქნება მოქმედება საკუთარ ხელისუფლების. რა თქმა უნდა, საქმე გააკეთებ. რა თქმა უნდა. მან უნდა ამაზე ავსაუბრობ. მან უნდა დაამტკიცოს. არა მარტო ის, რომ ისინი არიან სასტიკი ადამიანები, მაგრამ უკეთესი ადამიანები არიან. ისინი არ მიმოწეს თუ ადამიანებად, მაგრამ ვინმე რატო იცოდი, ასე კიდევ არ ვიცი. მათ დაამტკიცეს ერთი რამ, ხო აი მოხერხდა შეცვლა, ეს იყო ივანიშვილის ეს იყო დიდი მიღწევა. ამ ქვეყნის მიღწევა იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებით მოხდა. ეს არის ძვირფასი მონოპოლია და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და იმედი მაქვს ამას ყველა დაიცავს. ამ ხელისუფლების შანსი, რომ პასუხი გასცეს ყველაფერს ამას, რა. არის ერთადერთი იმოქმედოს ისე, რომ გადაფაროს ტყუილი თუ მართალი მიღწევები წინა ხელისუფლების, ხო? ის სისასტი გადაფაროს, მაგრამ ხალხი ანუ უნდა დაიწყოს რაც ხდება უკრაინაში და რუსეთის აღნიშნავენ გემს უნდა მიხედოთ. საერთოდ რეაგირება ასეთი არის. კარგი, ეს არ დავიბარებდი, ხო? ნუ არა მეტი საქართველოს ხელისუფლებამ თავის საყვედურს მისცა ისეთ შეფორმება, რომ ეს დიდი მედია кейსი გახდა. ნუ აი ასეთ დონეზე
ალბათ არ იყო ეს ან მედიუმისა შესაბამისად ისე ბანკი უკვე უნდა როდესაც შენ აძლევ სააგენტოებს ამას მიზანმიმართულად რომ დავიბარეთ საყვედურზე ელჩი ამ თემის გამო გააშუქებს მე აბა აი ვიზიტები იგეგმება ხო? რამდენად იცი პირველი პირების ჯერ ზუსტად არ ვიცი ვინ როდის წავა, მაგრამ სავარაუდოდ თან მადნის ის არის თემა. სავარაუდოდ მან პრეზიდენტი წავა, თუმცა როგორც იცი პარლამენტის პრემიერ-მინისტრის ვიზიტით წავდება ხო უკრაინაში. იქნება ამან დაარეგულიროს ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მხოლოდ ვიზიტად ნამდვილად არ უშველი. საქართველოს 2 წელიწად ნახევარი გავიდა და ჩემი აზრით მინიმუმ რამდენჯერმე მაინც უნდა ყოფილიყო საქართველოს პირველი პირები ჩასულიყვნენ უკრაინაში ნამდვილად აქ ორი აზრი არ არსებობს და ეს ჩემი აზრით მათ პასივში იწერება ეხლა და რაც უფრო სწრაფად გადაგზავნენ ნაბიჯებს, რაც უფრო სწრაფად დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას რუსეთი გაღიზიანდება თუ არ გაღიზიანდება. შენი სტრატეგიული მოკავშირე მხარი უნდა დაუჭიროს. როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი იქნება პირდაპირ და მართლაც დავეთანხმები აქ ბატონებს, რომ ის გადაითარგმნება დეკლარირებული პრინციპები, გადაითარგმნება ყოველდღიურ პოლიტიკაში, ეს პრობლემები მოგვარდება. ბატონ ბექას ქალტონანის მინდა ვკითხო, არის თუ არა ბატონ ბექა პირველი და ბოლოს ბატონანის მითხვას, არის თუ არა ხელისუფლების ამოცანა დღეს უკრაინასთან ურთიერთობის რაღაცა დარეგულირება. რა თქმა უნდა არის. და თქვენ როგორ ხედავთ, როგორ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის დარეგულირება? მაგაზე როგორ ხედავ, არის პროცესები გვანახებს შესაბამისად, იქ როგორ განვითარდება და აქ როგორ განვითარდება პროცესები, ზემის და მიხედვით. გააჩნია იქ როგორ განვითარდება პროცესები, შესაბამისად აქედანაც ადეკვატური უნდა იყოს რეაქცია. ეხლა პირდაპირ მაგას ვერავინ ვერ იცის. ანუ თუნდაც არ ვიცი, გაუგებრობა, უხერხულობა თუ პირდაპირ რაღაცა გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, კარგით, ელჩი მიიწვიეს და გავიარეთ ეს ისტორია. აი ეხლა რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით? ძალიან რთული ახლა მაგაზე ეხლა რა უნდა მოხდეს პროცესები გვანახებს საკრებულოს არა პოლიტოლოგია ბატონი ბეკა პოლიტოლოგიის რა უნდა ძალიან მემარცხენე პაჭასტირაზე ამბობს დიპლომატიური ინსტრუმენტები რომელიც ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარამხოლოდ ის არამედ დიპლომატიური ინსტრუმენტები არა ძალიან ანუ რა უნდა ატმონ იქ ხელისუფლების სამბავი და ხელისუფლება უნდა გაარკვიოს რა არის მისი ამოცანა. მაგალითად ინფორმაციების მიწოდება აქ შეიძლება თქვენ მითხარით მაშინ თუ გაიგეთ ამას ვამბობთ ანუ უნდა გააგრძელოს ისე მუშაობა იმაზე რომ სააკაშვილი როგორღაც გადმოგვეცით ან მოხსენით და ასე შემდეგ თუ უნდა გაატაროს საქართველოს ხელისუფლების სამბავი ბოლო დაივიწყოთ, ნუ ხა არ გიწევენ ანგარიშს და გააგრძელოთ ჩვეულებრივი ნორმალური უსტოთ. ხო, ეს არ ვფიქრობ, არ გიწევენ ანგარიშს, ესე ვერ დარჩება. ეს ვერ დარჩება ესე. არა. ესე იგი განკუთვნილ ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არის გარკვეული უხერხულობა, ეს უნდა გაირკვეს მხარეებს შორის. მე ამ კონტექსტში განვიხილავდი იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უფრო უნდა გააღრმავდეს, რაც ასევე ნიშნავს ინფორმირებულობას. მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს გამოყენებული და იქნება გამოყენებული ჩვენი პირველი პირების ვიზიტი უკრაინაში და მე დაველოდებოდი ამ შედეგებს და გეთანხმებით რასაკვირველია იმაში, რომ კონკრეტული სახელების და გვარების და კონკრეტული ადამიანების გადმოცემა არ გადმოცემაზე არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა. კარგი, ბატონო ვანო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს? შემდეგი უახლოესი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებასთან. საბოლოოდ რომ ქართველი და უკრაინელი ხალხი მეგობრებად დარჩებიან, მე ამის იმედი. ხალხაშორის მეგობრობა თემა სოფლიოში რომ მშვიდობა იქნება. მეგობრობის თემაზე უფრო მაღალია. მე შემიძლია ამითხრათ, რომ ძალიან ცუდი სტარტი იყო და ეს სტარტი რაღაცნაირად უნდა გამოსწორდეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ როდესაც პრეზიდენტის ინაugurაციაზე არც ვიცე-პრემიერი, არც საგარეო საქმეთა მინისტრი უბრალოდ დემონსტრატიულად არ წამოვიდა. ეს იყო ძალიან ესე ვთქვათ არასწორი. და ის იყო შესაძლებლობა, რომელიც ესე ვთქვათ არ იქნა გამოყენებული ბატონი თემური. ამაზე ვისაუბრეთ, ეს რა უნდა გააკეთოს? და ეს შესაბამისად ეს ძალიან კარგად იცის მაგრამ. ახლა რა უნდა მოხდეს? ეხლა არის ზუსტად ის, რომ კომუნიკაცია, თანამშრომლობა. ჩვენ სხვა გარდა აზერბაიჯანისა ესეთი ახლო პარტნიორი ყოფილი, ესე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მიმართულებით ზუსტად იმ პრობლემებიდან, რომელიც ჩვენთვის არის ესე ვთქვათ აქტუალური უკრაინის გარდა
თუ მოლდოვას არ გავითვალისწინებთ და იმ ხარდაჭერას, რომელიც მოდის ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური ევროპიდან, თანხობს. ეს არის რეალობა. ჩვენ გვჭირდება მეტი მოკავშირეები და უკრაინა როცა ჩვენ შანსი არის ამ ურთიერთობის აღდგენის. ეს ყველაფერი თუ იქ სააკაშვილის რა თქმა უნდა ყველაფერი ეს გადის პიროვნულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ბიზნეს ურთიერთობებზე, ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებზე საქართველოს სჭირდება ეს ყველაფერი. უნდა უკრაინა გვერდზე უდგას ევროპა, ამერიკა და ადრე თქვენ შეეცდებიან რომ სტაბილურობა შემოიტანონ ამ ქვეყანაში. შეიძლება ეს კონფლიქტები გაყინონ აღმოსავლეთ იმაში და მიმართულებით, მაგრამ შეეცდებიან ქვეყანა, რომელიც ეკონომიკა ფაქტორად თავზე ემთხვევა, სტაბილურობა შემოიტანონ 18 მილიარდი, 20 მილიარდიან პაკეტებს აძლევენ. ყველანაირად გვერდში უდგებიან, მათ შორის სამხედრო დახმარების თემაც. ამას არ უნდა ჩამოიჭრა. და ჩვენ არაფერს განსაკუთრებულ ძალას გიორგის დავეთანხმები. თუ ხედავთ, რომ ევროპელები ზუსტად ამ შეფასებას და განცხადებებს აკეთებენ, ეს რუსეთისთვისაც გასაგები იქნება, რომ ჩვენ მსგავს განცხადებებს და ხარჯებს გამოვხატავთ. აქტიურობა არის საჭირო და ნუ ერიდებათ, ნუ რა მინისტრები არიან. კარგი, დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურა ბარიერი. ხვალდაბრუნდება პირდაპირ ეთერში 21:15 წუთზე ირაკლი კორძეასთან ერთად. კარგად გრძანდებოდეთ.